მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურვებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელს, სალოს მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშვენელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, ამ 12 ვიდეოს შინაარსი, ასეთ ამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია, საუბარი მეხუთე, 3 გონება. ადამიანის სამივე დამოუკიდებელ ნაწილს, სულ სამშვენელს და სხეულს, თავისი დამოუკიდებელი გონება და გრძნობა გააჩნია. ყველა დამეთანხმება, თანაც სახარების ცოდნის გარეშეც, რომ სულიერი გონება, იგივე ადამიანის ღვთაებრივი გონება აზროვნებს და სულიერი გრძნობებიც გააჩნია. მაგრამ ვიცი, ბევრი იქნება ისეთი, რომლებსაც გაუჭირდებათ იმის აღქმა, რომ სამშვენელიც აზროვნებს და გრძნობებიც გააჩნია. და კიდევ უფრო ბევრისთვის ძნელად გასაგები იქნება ის, რომ ჩვენი სხეულებრივი ნაწილი არანაკლებ ღრმად აზროვნებს, ვიდრე ჩვენი სამშვენელი. დავიწყოთ სამშვენელზე. სიტყვა სამშვენელს მხოლოდ მოციქული პავლე ახსენებს. ქრისტე ამ სიტყვას არ ახსენებს. იმიტომ რომ ის ყოველთვის ცდილობდა ძალიან მარტივად აეხსნა ყველაფერი, ისედაც გონება დახურული ხალხისთვის. ამიტომ ის ასახელებს სიტყვა გულს და არა სამშვენელს. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ სამშვენელი უხილავი გულია, რომელიც მკერჩია და თავის აზრებს და ემოციებს ფიზიკურ გულს გადასცემს. ფიზიკური გული არ აზროვნებს, ფიზიკურ გულს გადაეცემა. სახარებაში ბევრი ადგილია გულიდან აზროვნებაზე. რა თქმა უნდა, აქ უხილავი გული სამშვენელი იგულისხმება. ეხლა მოვიყვან მაგალითებს სახარებიდან გულიდან აზროვნებაზე. იესომ კი იცოდა მათი აზრები და უთხრა, რატომ ფიქრობ თქვენს გულში ბოროტს? იქადნა და ნაშოვნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტნი ხართ, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თავიანთი თვალები, რომ არ დაინახონ თვალით და არ მოისმინონ ყურით და არ გაიგონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განკურნო ისინი. კეთილი კაცი თავის გულის კეთილის საუნჩიდან სიკეთეს გამოიღებს. ბოროტი კი ბოროტისაგან ბოროტს გამოიღებს, ვინაიდან გულის სიუხვის მიხედვით მეტყველებს მისი პირი. აქ ამით დავასრულებ სახარებიდან ციტატების მოყვანას გულიდან, ანუ სამშვენელიდან აზროვნებაზე და მინდა გადავიდეს სხეულებრივი გონების აზროვნებაზე. ჩვენი სხეული ცოცხალი ბიოლოგიური ფენომენალური მანქანაა. ეს ჩვენი ქვეცნობიერია. ადამს კეთილშობილური ქვეცნობიერი გააჩნდა. შემდეგ დაკარგა ქვეცნობიერის კეთილშობილება და ველურ ქვეცნობიერად გადაექცა ის. ჩვენ მემკვიდრეობით ველური ქვეცნობიერი მივიღეთ. არის სადმე ბიბლიაში იმის მინიშნება, რომ ქვეცნობიერი გონება აზროვნებს? ეხლა მე უნდა ვახსენო ერთი სიტყვა. ეს სიტყვაა შემეცნება. ვინც კი გაიგებს ამ სიტყვას, იმ წასვე წარმოესახება ტვინთან, შუბთან ასოცირებული პროცესები. არადა ბიბლია ამ სიტყვას შემეცნებას უწოდებს სექსუალურ კავშირს. ასე წერია, შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი და დაურსულდა ქალი. მე ვსვამ კითხვას, ადამი ევას აქამდე არ ცნობდა, რომ წერია შეიცნოო? ამ შემეცნებაში სექსუალური კავშირი იგულისხმება და არა მათი გაცნობა. მე ასე ვიტყოდი, ადამის ქვეცნობიერმა გონებამ ევას ქვეცნობიერი გონება გაიცნო. ადამი და ევა ერთ ხორცს გახდნენ ქვეცნობიერი გონების შერევნით. ხორციელ გონებას რომ შემეცნება შეუძლია, მეცნიერება უკვე ამაზე დადებითი პასუხი მიიღეს. პატარა გადაახვევას გავაკეთებ მეცნიერებაში, რომ მიხვდეთ რაოდენ მნიშვნელოვანია გენეტიკისთვის ხორციელ სწორ აღზრდას. ჩვენი საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა მეცნიერმა ბიოლოგმა მორტონმა ჩაატარა ასეთი ცდა. ინგლისური წმინდა ჯიშის თეთრი ცხენი შეაჯვარა ზებრასთან. მკვლევარები 11 თვე ეროლდნენ თეთრი ცხენის დამაკებას. თეთრმა ცხენმა ზებრასაგან თაობა არ გააჩინა. 11 თვის შემდეგ იგივე თეთრი ცხენი შეაჯვარეს წაბლისფერ ცხენთან. თეთრი ცხენი დამაგდა და ეყოლა კვიცი, რომლის ნახევარი თავიდან მუცლამდე თეთრი იყო, ხოლო მუცლიდან ქვემოთ ზებრის ზოლებს, ფერს და ფორმას იმეორებდა. წაბლისფერი მამრი ცხენის კვალი არ შეიმჩნეოდა.
იხილეთ ვიდეო კადრები YouTube-ზე, სადაც მეცნიერი გარიავი ამ კვლევაზე საუბრობს. მეცნიერებმა მორტონმა დაასკვნა, რომ მდედრის ცხოველის სასხის ორგანოებს გააჩნიათ მეხსიერება. ეს ორგანო იმახსოვრებს კონტაქტში შემოსული მამრის, განსაკუთრებით პირველის, გენეტიკურ ინფორმაციას და ინახავს მას, თუნდაც ჩასახვა არ ხდებოდეს მასში. ამიტომ აღრევის შემთხვევაში წმინდა გენეტიკური ბიოლოგიური ჯიში აღარ მიიღება. ეს ხდება არათუ ცხოველებში, არამედ ადამიანებში. ნახეთ მცირე ვიდეო YouTube-ზე. ცხოველთა სამყაროსათვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გენის ევოლუციას, გაკეთილშებულებას. ადამიანისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს გენის, ქვეცნობიერის და ცნობიერის კეთილშობილებას. რატომ? როდესაც ზეციური სამყაროდან ადამიანის პიროვნული სული მე დედამიწაზე შემოდის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედა და მამა, რა გენეტიკურ საძირკველს დაახვედრებენ მას. როგორი გენეტიკური ბუნების გაკეთილშობილებისთვის მოუწევს მას ბრძოლა აქ დედამიწაზე. პიროვნულმა სულმა გენი უნდა გააკეთილშობილუროს. მიახლა პიროვნული სული მე ვახსენე და წინ გავეკეცი. ამაზე მომდევნო ვიდეოში გვექნება საუბარი. რაც შეეხება ახსნას, მოვიაზრებ ამ 12 ვიდეოს შემდეგ დავდო ისეთი თემა, როგორიცაა. რაში გვჭირდება ქალწულება, ანუ როგორ გავზარდოთ შვილები. ახლა კვლავ დავბრუნდები ბიბლიას და კერძოდ სახარებას და ერთ ადგილს შემოგთავაზებთ ისევ ხორციდან აზროვნებაზე. სახარებაში იესო ქრისტე ეუბნება ხალხს, ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. იოანე ღვთისმეტყველი იქვე მაშინვე განმარტავს, ეს მან იმ სულის შესახებ თქვა, მისი მორწმუნენი რომ მიიღებენ. მუცელმა სული როგორ უნდა მიიღოს? იქ ხომ ნაწლავებია. განმუცელში ჩვენ გვაქვს ისეთი მექანიზმი, რომელსაც სულის მიღება შეუძლია? დიახ, ეს არის ქვეცნობიერი გონების ველი. ან რატომ ამბობს დავით წინასწარმეტყველი, შენი ჯული შუა მოცელსა ჩემსა. ანუ დავითი ღმერთს ეუბნება, რომ მისი ჯული არათუ სულიერ გონებაში უდევს, არათუ ადამიანურ გონებაში, გულში აქვს ჩამოტანილი, არამედ ყველაზე ღრმად ქვეცნობიერის გონებაში აქვს ჩამოსიდული. ეხლა მალე სახარებიდან იმ ადგილს წავიკითხავ, სადაც ერთდროულად გამოჩნდება ჩვენი აზროვნება სულიერი გონებიდან, ჩვენი სამშვენივრიდან და ჩვენი ხორციელი გონებიდან. იქამდე მინდა სახელები ვუწოდო ჩვენი გონების ამ სამივე ერთეულს აი ასე. ადამიანი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ღვთიურისაგან, მეორე ადამიანურისაგან, მესამე ცხოველურისაგან. ღვთაებრივია სული, ადამიანურია სამშვენელი, ცხოველურია სხეული. ღვთაებრივ გონებას და გრძნობას ვუწოდოთ ზე ცნობიერი და ზე გრძნობადი. ადამიანურ გონებას და გრძნობას ვუწოდოთ ცნობიერი და გრძნობადი. ცხოველ გონებას და გრძნობას ვუწოდოთ ქვეცნობიერი და ქვეგრძნობადი. ვინმე იტყვის, რა საჭიროა ასეთი გართულება? ვიტყოდი, პირიქით ეს გამარტივებაა. უამრავ ადამიანს ვერ გაუგია მოციქულ პავლეს წერილები და განსაკუთრებით რომელთა მიმართ მეშტე თავი, სადაც მოციქული ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს ზუსტად ადამიანის უხილავი ანატომიის გადასახედიდან ხსნის. ან რა არის მისი განმარტებები გონების განახლებაზე, ადამიანის მეორეთშობაზე, თუ არა ადამიანის უხილავი ანატომიის შესანიშნავი ცოდნა. ახლა კი მოვადაგეთ ყველაზე მთავარს, ზემოთ რომ თქვი, რომ მოვიყვანდი სახარებიდან მაგალითს, სადაც ერთდროულად გამოჩნდებოდა ადამიანის ამ სამი გონების ჩართულობა. იესო ქრისტე ეკითხება მოწაფეებს, ხალხი რას ამბობს ჩემზე თუ ვინ ვარ? მოციქულებიც პასუხობენ, რომ ზოგს ის ელია წინასწარმეტყველი ჰგონია, ზოგს იოანე და ასე შემდეგ. შემდეგ იესო მათ ეკითხება, თქვენ ჩემი თავი ვინ გონიათ? სიმონ პეტრე პასუხობს, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა ცოცხალისა. მიუგო მას პასუხად იესომ,
ნეტარხა შენ სიმონ იონას ძელ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია. სულ ცოტა ხანში იესომ მათ თავის მომავალ ჯვარცმაზე დაუწყო ლაპარაკი. რა თქმა უნდა, პეტრემაც გაიგო ეს და ეუბნება იესოს. შეიწყალე თავი უფალო, არ მოგეხდეს ასე. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: მომცილდი სატანა, საწტუნებლად ხარ ჩემს მიმართ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია. და მეთანხმებით, რომ პეტრემ ყველა აზრი ტვინიდან მიღებულად ჩათვალა. არა და პირველი აზრი სულიერი გონებიდან მამა ღმერთის მიწოდებული იყო. სულ ცოტა ხანში სულიერი გონება დაიხურა და ჩაერთო ადამიანური, ანუ სამშვიდველის გონება, რომლის აზრიც დაემთხვა სატანის აზრს. პირველად ქრისტე პეტრეს ეუბნება, რომ ეს შენმა სისხლმა და ხორცხმა კი არ გამოგიცხადაო. რას ნიშნავს ეს? განა სისხლსა და ხორცს აზროვნება შეუძლია? ესე იგი შეუძლია. და ამაში სისხლში იგულისხმება სამშვიდველი, იგივე ცნობიერი გონება და ხორცში კი ქვეცნობიერი გონება. ცნობიერისა და ქვეცნობიერის აზრი დაემთხვა სატანის აზრსაც. როცა ქრისტემ თქვა: მომცილდი სატანავ, ეს პეტრეს კი არ უთხრა, სატანოს უთხრა, ხოლო პეტრეს უთხრა, რომ ის ადამიანურს ურჩევდა, რომელიც დაემთხვა იმ მომენტში სატანის აზრს. თორემ სატანის ბოლო აზრი იუდამ განახორციელა და ამ მერყევი აზრებით იმას ხვდებით, რა ორჭოფაბაში იყო თურმე ლუციფერი, რომ დარწმუნებულიყო იმაში, მოიგებდა თუ არა ქრისტესთან ომს. კიდევ, როცა ქრისტემ თავისი ხორცი და სისხლი მოგცა, ამით გაკეთილშობილებული, ცნობიერი და ქვეცნობიერი გონებაც მოგცა. ასოც კი იმიტომ აღნიშნეთ გამოკვეთილად, რომ ამ სისხლით და ხორცით კიდევ უფრო აღმატებული სული მიიღება, რომელსაც მხოლოდ ქრისტე იძლევა. ეს არის სული წმინდა. აი, ამით მინდა დავასრულო ამ სამ გონება გრძნობაზე საუბარი. მინდა ვთქვა, რომ გრძნობა აზრის მეორე ნახევარია. ყველა აზრი ტვინიდან მოგვეწოდება, მაგრამ ტვინი არ არის. ყველა გრძნობა გულიდან მოგვეწოდება, მაგრამ გული არ არის. გული და ტვინი ის შუალედური და ორმაგი ფუნქციის ორგანოებია, რომლებიც ადამიანში ასრულებენ იმას, რასაც ცხოველებშიც ასრულებენ და ადამიანში მყოფი უხილავი ანატომიისთვისაც მუშაობენ. თითქოს დავასრულეთ ადამიანის უხილავ ორგანოებზე საუბარი, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანში იმყოფება განუმეორებელი პიროვნული მე. აი ამაზე კი მომდევნო ვიდეოში. მათ, ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოსზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 80 11. გმადლობთ.